და მკითხვას მე დავუსვავ ბერდიას იჭინავას, რომელიც არის ჩვენთან ერთად. ის არის პარტია გახარია საქართველოსის ერთ-ერთი ლიდერი. ბერდია, მადლობა რომ ხართ ჩემი სტუმარი. მოდით ამ მკითხვით დავიწყოთ. თქვენ იქნებით იქ მშობლების გვერდით და თვლით რომ ეს წინააღმდეგობის მოძრაობა და ეს ერთობა არის მნიშვნელოვანი? მოგესალმებით ეკა, მადლობა მოწვევისთვის. მივესალმებით TV პირველის მაყურებელს. ჩვენ ყოველთვის დგავართ ამ პროტესტის გვერდით, ამ პროტესტში ვართ ჩართულები, როგორც რიგითი მოქალაქეები, პოლიტიკური აქტორები, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ყველა პროტესტში, რომელშიც ორი ძირითადი მოთხოვნა კონსოლიდირებული პოლიტპატრიოტების გათავისუფლება და ევროპულ გზაზე დაბრუნება ახალი თავისუფალი სამართლიანი გარემოში ჩატარებული არჩევნებით, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ამ ადამიანების გვერდით. განსაკუთრებით იმ ადამიანების, რომელთა შვილებიც დღეს ყავს ტყვედ ბიძინა ივანიშვილს. კი ბატონო, აი თქვენ თქვით ევროპულ გზაზე დაბრუნება ქვეყნისო, თუმცა ქვეყანა ევროპულ გზაზე კი არ ბრუნდება, სულ უფრო შორდება და ევროკავშირში გაწევრიანება კი არა, მართლაც ევროსაბჭოდან საერთოდ საქართველოს არ ვიცი, არც მინდა ამის თქმა, იმიტომ რომ აი რამხელა ძალისხმევა, რამხელა სიხარული იყო, მე მახსოვს, მე მაშინაც ჟურნალისტი ვიყავი და მახსოვს ძალიან კარგად ეს ყველაფერი. შესაბამისად, რეალურად სულ სხვა გზაზე ვართ, ხო? აი რა უნდა გაკეთდეს ამისთვის და მე კიდევ ერთხელ გავაკეთებ აქცენტს, არ ვიცი, კოორდინაციაზე, ერთობაზე, აი დღესაც აღინიშნა, ხო, აქტივისტები გვერდთვებოდნენ პირდაპირ ეთერში და საუბრობდნენ. არის ეს მნიშვნელოვანი საკითხი, რა არის გასაკეთებელი და თქვენ რისთვის ხართ მზად? აი არ თანამშრომლობაზე, როდესაც არის იგივე რეჟიმთან საუბარი, ნიკა გვარამია საუბრობდა და რამდენიმე კითხვა იქიდანაც მაქვს, უნდა დაგისვათ ეს კითხვები აუცილებლად. ხო, ნუ ეხლა ჩვენ საერთო ღირებულებები, ფასეულობები ვიცით, რომ ბევრ პოლიტიკურ პარტიასთან არ გვაქვს. ჩვენი დამოუკიდებელი გზა ვირჩიეთ პოლიტიკაში შემოსვლის პირველი დღიდან ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში და შესაბამისად ჩვენი პოლიტიკური გზა გვაქვს გასავლელი. ამ გზაზე მივდივართ დამოუკიდებლად მივაბიჯებთ, მაგრამ ეს ორი საკითხი რაც არის ბუნებრივი ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვის ნიშანიც არ არსებობს, რომ კოორდინაციის რეჟიმში ვართ როგორც ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან სალომე ზურაბიშვილის თანამშრომლობის ფორმატში, ასევე ჩვენს მოქალაქეებთან. ეს არ არის პოლიტიკური სპექტრიდან წამოსული მოთხოვნა, ხო? ეს არის რუსთაველის გამზირზე დაბადებული მოთხოვნა, საერთო საზოგადოებრივი კონსენსუსი ამ ორ საკითხთან დაკავშირებით და ბუნებრივი ამ ორ საკითხთან დაკავშირებით ყველასთან ვიქნებით აბსოლუტურად კოორდინაციაში და აქ რაღაცა ტიპის კომპლექსები ჩვენს პოლიტიკურ პარტიას არავისთან ურთიერთობის თვალსაზრისით არ გააჩნია. თუმცა დანარჩენ საკითხებთან დაკავშირებით რა არის ეს დანარჩენი საკითხები და თქვენ კონსენსუსი უნდა გქონდეთ იმაზე ქვეყანა როგორ გამოვიყვანოთ ამ კრიზისიდან, ხო? როგორ დაინიშნოს ახალი არჩევნები? ორი საკითხია, ხო? ანუ სხვა საკითხი პოლიტიკურ სპექტრში დღეს არ დგას. ახალი არჩევნები არის ამ ქვეყნის პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთადერთი ნორმალური შესაძლებლობა, ანუ თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებული, რომელიც უზრუნველყოფს ამ ქვეყნის დაბრუნებას ევროპული მომავლის განვითარების გზაზე. სხვა ალტერნატივა ხო ამას არ გააჩნია ბუნებრივია. ამიტომ ჩვენ ამ ორ საკითხთან დაკავშირებით კოორდინაციაზე რო განვაცხადეთ თანხმობა და კი ბატონო ვართ, მოდი ამ ორ საკითხზე კოორდინირდეთ და არა განსხვავებები ვეძებოთ, ხო? ძალიან ბევრი ადამიანი, პოლიტიკური აქტორი ცდილობს ამ განსხვავების. ჩვენ ამ საკითხებთან დაკავშირებით რაღაცა განსაკუთრებულ აქცენტს ხო არ ვაკეთებთ. საზოგადოების დაკვეთა ეს ორი საკითხია, კი ბატონო მოვდივართ თანამშრომლობთ ამ საკითხებთან დაკავშირებით. ყველა აბსოლუტურად მშობლებისთვის, აი ისინიც სერიოზულად მეკითხებით, როდესმე მოგისმენია თუ არა? ბოლო დროს მათგან რა აქცენტები მოდით ესეც ხომ გახსოვთ. აი ერთობაზე მუდმივად არის აქცენტი და სხვათა შორის მუდმივად არის აქცენტი აი თუ ამ რეჟიმთან სრულ არ თანამშრომლობის საკითხს, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობას და ამ კონკრეტულ პასუხს დავუკავშირებთ, მათგანაც მუდმივად მოდის ეს კითხვები. რატომ არის თქვენთვის რთული ამ კითხვაზე პასუხის გაცემა? რომელ კითხვაზე ეკავ? აი რომ მიიღებთ თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში და რეჟიმთან არ თანამშრომლობაზე მზად ხართ თუ არა და რას ნიშნავს ეს არ თანამშრომლობა თქვენთვის? უმძიმესია საკუთარი შვილი ყავდეს საპატიმრო დაწესებულებაში თან რეჟიმის ტყვე, რომელსაც ეს ბიძინა ივანიშვილი თავისი რაღაც პერსონალური საკითხების დასარეგულირებლად და რაღაც ვიღაცასთან დასავლეთთან თუ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭროდ იყენებს. მე აბსოლუტურად მესმის, მაგრამ ამ მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი აბსოლუტურად ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს ადამიანები გათავისუფლდნენ. ყველა ტრიბუნა, მათ შორის დღეს მაგალითად ბრიუსელშია პროგრესული ლიდერების სამიძე, გიორგი გახარია სოციალურ-დემოკრატიული პარტიის ევროპარლამენტში და ყველა ასეთ ტრიბუნას, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ იმისთვის, რომ მივაღწიოთ პოლიტპატრიოტების გათავისუფლებას. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, რომელსაც
არ მინდა ეხლა ესეთი ხმამაღალი ტიპის განცხადება გავაკეთო, მაგრამ ვიღაც ძალები ცდილობენ, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგში შემოაგდონ ისეთი საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც კონსენსუსი არ არსებობს. პოლიტიკა რატომ არ არსებობს? ანუ რატომ არის რთული თქვენთვის? ანუ თქვენ უშვებთ, რომ შესაძლოა თვითმმართველობის არჩევნებამდე დაინიშნოს ახალი არჩევნები და ამიტომ არსებთ ამას პასუხს. როგორ რაღაცას მეკითხებით, იცი, ეკა პოლიტიკა ხო იცით რას გავს? პოლიტიკა არის ამინდი. და მე ბევრი პოლიტიკოსი მინახავს, რომელიც პლაჟზე მაგალითად შუბით მოძრაობს, იმიტომ რომ ამინდი აერიან პირიქით. ამიტომ გულწრფელად რომ გითხრათ, ბევრ ცვლადზე ვარ დამოკიდებული, მათ შორის გლობალური თვალსაზრისით, რეგიონული თვალსაზრისით, მათ შორის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური თვალსაზრისით. და ამიტომ ეხა დღეს ვინც გეტყვით, რომ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას ან არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, იქნება ან უვიცი, ან შეგნებული მავნებელი, რომელიც ცდილობს რაღაცა ამ საკითხის დაკონვერტირებას თავისი ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის. ძალიან მარტივად. იმიტომ რომ რეალურად მოცემულობაც არ ვიცით. ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, ვერც გარე აქტორები და ვერც შიდა აქტორები ჩვენს გადაწყვეტილებაზე ვერ მოახდენს გავლენას, მივიღოთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა. აი მაგალითად არ დღეს განვაცხადეთ, მაგალითად გვარამია თუ რომელიღაც პარტია რო აცხადებს, რომ არ ვიღებთ მონაწილეობას არჩევნებში. მე რა ხდება, ამის შედეგები რა არის? ანუ მაინტერესებს. არაფერი მთავრდება, ამაზე საუბარიო. ამისთვის აკეთებს, ამისთვის შემოაქვს დისონანსი, ვთქვათ იმ კონსენსუსი. რთული, ანუ თქვენ რამე მოცემულობის შეცვლას ელოდებით, აი ამაზე გისაუბრებით, პოლიტიკა გავს ამინდს და ბუნებრივია, როდესაც გადაიღებს ქოლგით არ უნდა იდგე, როგორც წვიმაში გიწევს ქოლგი დგომა და ანუ ბევრი საკითხი როდის არის ბოლოვა და როდესაც კონკრეტულ პასუხს იტყვით და ერთი წუთი დავასრულებ და რაზეა ეს დამოკიდებული? აი რას ელოდებით, რა შეიძლება შეიცვალოს? ახალი არჩევნები შეიძლება დაინიშნოს? ბევრი ცვლადი შეიძლება იყოს, იმიტომ რომ გლობალურად პოლიტიკური პროცესები ძალიან აჩქარებულად მიდის, ბევრი რაღაც იცვლება, მათ შორის გლობალურად სამყაროში, ისევე რეგიონული თვალსაზრისით და ბუნებრივია არჩევნებთან დაკავშირებით შესაბამისი განაცხადის წარდგენის ან არ წარდგენის უფლებამოსილება პარტიას აქვს დაახლოებით 60 წუთი. უფრო კონკრეტულ კითხვას დავსვა, თქვენის ნებართვით დავსვა უფრო თუ ახალი არჩევნები არ დაინიშნა კალენდარულად, როდესაც არის დათქმული თვითმმართველობის არჩევნები. ამ შემთხვევაში მიიღებთ მონაწილეობას? არასერიოზული იქნება ამ კითხვაზე შემოქმედან პასუხი, ეკა, იმიტომ რომ ბევრ ცვლადზე ვარ დამოკიდებული და მხოლოდ ცვლადი არ არის. ძალიან ბევრ ცვლადზე ვარ დამოკიდებული. რაზე ხართ კიდევ? ახალი არჩევნების გარდა კიდევ რა არის? წარმოდგენა შეიძლება არ გქონდეს დღეს. და რა ხდება? ეს პარტიები არ იყვნენ, ეკა, თქვენ რო გარწმუნებდნენ ან ჩვენ რო გარწმუნებდნენ, რომ რაღაც ცესკოში განცხადებებს დავწერთო და პირველი ხმა არ შეიკრიბებაო და უფლებამოსილებას ვერ შეიძენსო პარლამენტიო? შეიძინა ფორმალურად ეგრეთ წოდებულმა პარლამენტმა უფლებამოსილება? ხო შედგა პირველი ხმა. ამის შედეგი რა იყო? აი მაინტერესებს, ანუ სამართლებრივი შედეგი რა იყო? რომ მანდატები ჩაიხსნეს, ხო? ზუსტად ესეთ პროცესს ვადევნებთ თვალს, ეხა წინასწარ რაღაცებით დაკავშირებით ჩვენი გზა გვაქვს გასავლელი. ზუსტად ასე კონკრეტულად არ შეგიძლიათ მითხრათ, აი თუ ახალი არჩევნები არ ჩაინიშნა, ამაზეც ვერ მიპასუხებთ. ეს იქნება ჩემი მხრიდან ან სიბრიყვე, ან შეგნებული მავნებლობა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, ეხა გაგცეთ პასუხი. იმდენი კითხვა არსებობს მათ შორის ამ პარტიებთან დაკავშირებით, გალბატონო ეკა, რომელსაც არ ვსვამთ შეგნებულად და ამიტომ პატივცემთ მათ შორის იმ მშობლებს, რომლებიც იქით განან მართლა წვიმაში ქარში და თავიანთ შვილების გათავისუფლებას. რა კითხვები გაქვთ? დასვით ეს კითხვები. იბრძვიან. ამ ორ საკითხთან დაკავშირებით და ადამიანები ეხა ამ ორ საკითხის მიღმა რომ ზოგი თვითმმართველობის არჩევნებს ტენის, ზოგი საგამოძიებო კომისიას ტენის, ვიღაცა მიხელ სააკაშვილის საკითხს ტენის, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ამ ორ საკითხზე კონცენტრირდეთ რა ჯერ ადამიანებო, ახალგაზრდა ადამიანები, მსახიობები, სტუდენტები, ლექტორები არიან გამოსახსნელები და მე ვისაუბროთ სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ხო? რომელთან დაკავშირებითაც ჩვენი წითელი ხაზები შეიძლება გქონდეს. ამიტომ მოდი ამ ორ საკითხზე კონცენტრირდეთ ჯერ, მოდი ამას მივაღწიოთ. გარდა იმისა, რომ კომისიასთან დაკავშირებით დავსვა, მაშინ შეკითხვას. კომისიაში რო დაიბარონ გიორგი გახარია, მივა. დისკუსია რო გაიხსნა. არა, ახალი არჩევნები კი არ მოვითხოვოთ თავისუფალ და სამართლიან გარემოში. მოდი გადადგომა მოვითხოვოთ. აი წარმოგიდგენიათ თქვენ, ჯერ მივაღწიეთ ახალ არჩევნებს, ანუ რო ვცვლით რაღაცებს, ანუ სერიოზულია ამ მოთხოვნების ცვლილება ასე? ანუ ჩვენ გონია მოთხოვნის დაყენება ამ თავარი და ერთმანეთს რატომ გამორიცხავს? არ გამორიცხავს, უბრალოდ მოდი კონცენტრირდეთ. დისკუსიის გაჩენაც, ენერგიის ხარჯვა. ანუ რახან სხვა მოიფიქრა და კონკრეტულად ნაციონალური მოძრაობის იდეა იყო თუ არ ვწდები და მახსოვს ეს ამბავი, ამიტომ გაქვთ ეს თუ აი რეალურად ეხლა ესეთი დაკომპლექსებული პოლიტიკოსი კი არა ვარ და ჩვენი პოლიტიკური პარტია რა მოიფიქრეს აი მითხარით ეხლა რა მოიფიქრეს. უბრალოდ მე გეუბნებით ძალიან მარტივ რამეს, ეკა
მოდი ამ ორ მიზანზე კონცენტრირდეთ, რაც ყოფს კი არა, რაც გვაერთიანებს და რაც ხალხმა გაგვაერთიანა ამ ორი საკითხის გარშემო. მოდი ამაზე გავაკეთოთ, ხო, პედალირება და აქცენტი და ენერგია არ დავხარჯოთ. დღეს რეჟიმი ჩვენ ხო საუბრობთ, რომ აქეთ ამ ხარესაც ბევრი პრობლემა გამოწვევა, მაგრამ რეჟიმიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია დღეს. რა აჩვენებს რომ მძიმე მდგომარეობაშია ის საკადრო ცვლილებები, რომელიც საკადრო ცვლილებებიც მათ შორის და გამკაცრებული კანონმდებლობაც, ხო, ეხლა გამარჯვებული პოლიტიკური პარტიები ამას არ აკეთებენ, ხო? რეჟიმი დგას ერთადერთ მიწზე. დღეს ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა, თავიანთ გარემოცვას ქვედა დონეზე, მათ შორის ბიზნეს არწმუნებენ, რომ ჯერ კიდევ აქვთ რესურსი დასავლეთთან დაალაგდნენ და ამ იზოლაციიდან გამოვიდნენ. შეერთებულ შტატებთან დაალაგდნენ, ახალ ადმინისტრაციასთან და ამ მდგომარეობიდან. იმ განცხადებების შემდეგაც კი შეიძლება შეეროდეს ვინმეს, რაც მოვისმინეთ, მე მგონი ამ მიწზე დგას და ჩვენ არ ვართ რაღაცა ტიპის საზოგადოება გვინდა არ გვინდა თქვენ იხსენებდით ევროსაბჭოში გაწევრიანებას ჩვენ ეს წლობით ვაშენეთ ხო ამის მაკრატლით გადაჭრა ეხლა ჩვენ ბელარუსი ხო არა ვართ რომ საბჭოთა კავშირიდან გამოვიდნენ თუ არ გამოვიდნენ ჯერ კიდევ რომ ვერ გაურკვევია ამ სახელმწიფოს ხო ჩვენ მიუხედავად ყველა ბევრი გამოწვევისა ხელისუფლების ცვლილებების გამოწვევების გახსოვს მათ შორის არჩევნებით ბევრი მძიმე ეტაპი გაგვივლია მაგრამ ეს ჩვენი დამოუკიდებლობის შენების და მათ შორის უნიკალური გამოცდილების დაგროვების შანსი იყო რომელმაც მოგვცა იმის შესაძლებლობა რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა გავაგრძელოთ ამიტომ ეს მიჩენს მე განცდას რომ აუცილებლად როგორც კი რეჟიმი შეირყევა და მერწმუნეთ ჩვენ ახლა რესურსების დაზოგვის რეჟიმში უნდა თქვით რომ რეჟიმი დასუსტებულია რა მიანიშნებს ამაზე აი მოდით ვთქვათ ის გადაადგილებები ის რომ ლილუაშვილი მოაშორეს ის რომ რიჟვაძე მოაშორეს თუმცა პოლიციელებს დასანქცირებული პოლიციელები და პოლიციელი დანიშნეს რიჟვაძის ადგილას სულხან თამაზაშვილი და ასევე არის ინფორმაცია რომ ვაჟასირაძეს ცვლიან და ასე შემდეგ. მოკლედ გუბერნატორად მის გადაყვანაზე თავად პოლიციაშიც აი ეს ხელმძღვანელი პირების გადანაცვლებაც ხდება. ანუ რაღაც პოლიციური რეჟიმს აყალიბებს თითქოს ქართული ოცნება და ივანიშვილი და თქვენ ამ დროს სისუსტეზე საუბრობთ. აი ეს მეტად ამიხსენით უფრო. იცით რა არის, როდესაც პოლიციურ სისტემაზე დალაგება ცდილობ რაღაცა ტიპის რესურსი ზოგადად დიქტატურები ხო იდეოლოგიაზე დგას და რესურსებზე, ხო? აი რა იდეოლოგია აქვს დღეს ამ ადამიანებს, რომ წარმოუდგენელია, არანაირი იდეოლოგია ამ ადამიანებს გარდა იმისა, რომ ფული იშოვონ, კარგად იცხოვრონ, საკუთარი ოჯახები კარგად ამყოფონ, მათ შორის ევროპაში. სხვა იდეოლოგია ამ ადამიანებს არის. როგორც კი ეს იდეოლოგიური საყრდენის გამოეცლება და მძიმე სასანქციო რეჟიმი ბუნებრივი ამას ბუნებრივად მოიტანს, აუცილებლად დადგება რეჟიმის რღვევის დრო. ამაში მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევაში ამ სამთავრობო კარუსელს, ხო ერთი გადმოსახედიდან არაფერი არ იცვლება ჩვენთვის რომ ერთი ადამიანი მიდის მეორე მოდის მაგრამ თქვენ დააკვირდით უბრალოდ რესურსიც კი არ აქვს ოცნებას განახლების სანქცირებული ადამიანების დანიშნვა არ უწევდეს ახალ ვაკანტურ თანამდებობებს. ეხა ივანიშვილი თავიდან ბოლომდე აი როგორც სიცილიაში მაფიოზური კლანები, გვარები, ოჯახები ან ნათლიის სისტემით მოქმედებდნენ ზუსტად ასე ოჯახურ ნათესაობით რეჟიმზე ცდილობს გადაერთოს მთელი სახელმწიფო სისტემა, იმიტომ რომ იქ ერთგულების ნიშანი არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ბიზნესი. არ იყო ერთგული ლილუაშვილი, რატომ შეცვალეს ის? ხო, მე არ ვიცი, ზოგადად ბიზნეს ივანიშვილზე კი არ ვიცი, ზოგადად ასეთ ადამიანებს რაღაცა ტიპის ეჭვიანობა ახასიათებდა ბიზნეს ივანიშვილის დროს სრული კონსოლიდირებული ძალაუფლება ერთი პოლიტიკური ჯგუფის ხელში არ ყოფილა არასდროს. პირველი შემთხვევა იქნება ალბათ ეხლა, როდესაც კობახიძეს ექნება ესეთი ტიპის ძალაუფლება, მაგრამ ასეთი ტიპის კონსოლიდაცია ძალაუფლების მისთვის ისეთ უზარმაზარ რისკებს ზრდის, მაგრამ ბიზნეს ივანიშვილისგან. იმიტომ რომ ყველა ნებისმიერ ფეხის დასცენაზე მას შეიძლება გილიოტინაზე აიყვანოს მარტივად, გადამშრალობით პოლიტიკურ გილიოტინაზე და მის თავი გააგდებინოს. კობახიძე? რა თქმა უნდა, კობახიძე რა თქმა უნდა. ეს ყოველთვის ასე იყო, ან გადახედეთ მის ანატომიას, ხო? ლილუაშვილი რა 6 წელი არ იყო მისი ერთგული მსახური. ღარიბაშვილის თაობაზე რა იცით? დღეს ახსენა სხვათა შორის კობახიძემ და შეეცადა რომ აი ესო ასე შეგვახსენა რა ვინ არის ღარიბაშვილი, მაგრამ დღეს სხვათა შორის ნიკა გვარამი აღვებოდა რომ პოლიციის ესო რა პასპორტი აქვსო, მასო ჩამორთმეული რომ უცხოეთში ვერ გააქვთ რამე ინფორმაცია. ბევრი ვერსია არსებობს მოარული ხმები, მაგრამ აი ხა მოარულ ხმებთან დაკავშირებით ხო ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ ეჭვის საფუძველი არის ის რომ მართველი პარტიის თავმჯდომარე ბოლოს რა ვიცი 3 თვე არ გვინახავს თვალით ხო ბოლოს ვნახეთ ახალ წელს ხო მაგის მერე არ გვინახავს ეს ადამიანი
წარმოუდგენელია ხა მართული პარტიის თავმჯდომარე ასე იმალებოდეს, არასაჯაროობას ეწეოდეს, როდესაც ამხელა პარტია ქვეყანას მართავს, სრულად კონსოლიდირებული აქვს ძალაუფლება და მართული პარტიის თავმჯდომარე რატომღაც ოფიციალ დადის, სახლში იმალება, კამერებს ემალება და ბუნებრივია მეჭვებს აძლიერებს, რომელიც დადის ხო ქალაქში და ქვეყანაში. ამიტომ ბუნებრივია ეს კიდევ უფრო გაძლიერდება, რაც უფრო რეჟიმი თვითგადარჩენის მიზნით კონსოლიდაციას დაიწყებს, შიდა კლანური დაპირისპირებაც რა თქმა უნდა გაიზრდება და ზუსტად ასეთი რეჟიმების დასასრული არის ყოველთვის კლანების დაპირისპირება. ამიტომ ნურავის ექნება განცდა და ილუზია, რომ კობოხიძემ ახლა სრულად ჩაიგდო ძალაუფლება და არ იქა მას გადააბარეს ქვეყანა და ის არის მხოლოდ პასუხისმგებელი იმ პროცესებზე, რაც ქვეყანაში. ხო, ივანიშვილი არავის გადააბარებს ქვეყანას და ყველა კლანს და აღნიშნე კიდეც დღეს, რომ ყველა კლანს ის აკონტროლებს და ის არის ყველა ამ პირამიდის სათავეში, მაგრამ როგორ უნდა გამოიყენოთ ეს ვითარება ოპოზიციამ და მოდით კონკრეტულად თუნდაც თქვენს პარტიაზე ვისაუბროთ. თქვენს ახსენეთ კომისია და მეც მინდოდა ამ კომისიასთან დაკავშირებით მე თქვა, აი ხვალ არიან დაბარებული ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მანამდე იყვნენ დაბარებულები ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ვნახეთ მათ გირაო შეუფარდეს, პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე კანონი უკვე მიღებულია, მედიის შეზღუდვა, არასამთავრობოების შეზღუდვა. ამ ყველაფერს სჭირდება რაღაც გარკვეული სტრატეგია, ხო? აი ეს არ თანამშრომლობის სტრატეგია არის თქვენს ინტერესებში. აი კომისიასთან დაკავშირებით გეკითხებით, რომ დაიბარონ გახარია და არ არის რა თქმა უნდა გამორიცხული, იმიტომ რომ კომისიამ გააფართოვა თავისი მოქმედების არეალი და მგონი დროს გაიხანგრძლივა. თქვენ გაქვთ სალსახა პასუხი მივა თუ არა ის ამ კომისიაზე? მაშინ მე რიტორიკულ კითხვას დაგისვამდით. მისვლა თანამშრომლობა პირობითად ჩვენი გადმოსახედიდან. მე ესე დრამატულად არ უყურებ ამ საკითხს და გეტყვით რატომ. კომისიას კონსტიტუციურობის პრობლემა რო აქვს, ორი აზრი ამასთან დაკავშირებით არ არსებობს, მათ შორის ახლა წარმოუდგენელია, როდესაც საგამოძიებო კომისია, რომელიც კონსტიტუციით ნახევარი მინიმუმ უნდა იყოს ოპოზიციის დაკომპლექტებული, რაღაცა ფსევდო ოპოზიცია იქ წარმოდგენილი, რაღაც ხალხის ძალით თუ სოციალურ რაღაცა ინჯიას პარტიის სახით. გარდა ამისა, ეს კომისია ხო რეალურად იარების გახსნის კომისიაა და რაღაც ტკივილი ჩვენების, რაც ამ ქვეყანამ გამოიარა იმ წლებში, მათ შორის რომელიც არ უნდა გამოიარა, მაგრამ ეს ადამიანები ხო მალავენ თავიანთ წიაღში იმ ადამიანებს, რომლებიც იმ რეჟიმის საყრდენები იყვნენ და დღეს ძალიან კარგად არიან ივანიშვილის სამსახურში, ხო? დავიწყოთ დეპუტატებით, შემომწირველებით, ყოფილი ფეოდალებით, რა ვიცი, მინისტრის მოადგილეებით, რომლებიც ციხის ბუნტის დროს კურატორი მოადგილეები იყვნენ. ეს ადამიანები ხო არსად არ გამქრალან, ეს ყო საყრდენია. რაც შეეხება მისვლა არ მისვლის საკითხს, რომელიც თქვენ დაგვისვით, ხო? ეს არის როგორ გითხრა ინდივიდუალურად გადასაწყვეტი საკითხი თქვენ არ გიმსჯელიათ ამაზე ანუ უშვებთ თუ ეს არ არის თანამშრომლობის საკითხი თქვენ რიტორიკული კითხვა დასვით მაშინ რა არის ბერდი რა არის მაშინ სიმართლის დადგენას შეეცდებით იქ და რაღაცა ტრიბუნა იქნება თქვენთვის რომ რაღაც ხალხს გააგებინოთ სიმართლე არ ვიცი აი რა არის ესეთი წარმოდგენა გაქვთ ჩვენზე რომ ეს არა ხო და თქვენგან მინდა დააშვების დონეზე გავაკეთოთ უყურეთ თანამშრომლობა იქ მისვლა მურუსიძის სასამართლოში ხელისუფლების სამიშტო არსებობს საკანონმდებლო პარლამენტი აღმასრულებელი მთავრობა და სასამართლო მურუსიძის სასამართლოში მისვლა თანამშრომლობაა მაინტერესებს მურუსიძის მოსამართლის კითხვებზე პასუხისგაცემა თანამშრომლობაა სისტემასთან რეჟიმთან ან ზვიად გამსახურდია მერაბ კოსტავა თანამშრომლობდნენ მაგალითად ახსნა-განმარტებებს კგბ-ს ოფიცრებს რო აძლევდნენ საბჭოთა ანუ კგბ-ს ოფიცრების დონეზე ყავთ ესენი აყვანილი ხო არ ვიცი ხა და კგბ-ს ოფიცრებს თქვენი ნებით უნდა მიხვიდეთ და გასცეთ პასუხი ნება რა შუაში არის ეს არის ინდივიდუალური საკითხი ქალბატონო ეკა რომელიც ვისი გადასაწყვეტია ადამიანის რომელსაც დაიბარებენ და ვერავინ ვერ გადაუწყვეტს ვერც ეკა მიშველაძე ვერც ბერდიას იჭინავა რომელ ადამიანს არა ზოგადად ვიძახით ნუ პათოსში გემჩნევათ რომ მაგალითად არ მოგწონთ ადამიანები რომლებიც იქ მიდიან ხო არა მეც ვეთანხმები მართალია არსებობს ინდივიდუალური ვეთანხმები რომ იქ მისვლას აზრი არ აქვს ხო ნუ არსებობს მოსაზრება განსხვავებულიც ხო ნუ მისვლა და ეს მოსაზრება არის საინტერესო და თქვენ პასუხისმგებლობის ჩვენება კიდე განსხვავებული აზრი არის ამიტომ ამასთან დაკავშირებით არ თანამშრომლობის ნაწილში ის რომ ლეგიტიმაცია არ
აქ ამ კომისიას ყველა თან ხვდება აბსოლუტურად, მაგრამ მისვლა არ მისვლის საკითხი თანამშრომლობის საკითხამდე დაყვანა, ეს მე ვფიქრობ ფუნდამენტური შეცდომა არის. გასაგებია თქვენი პასუხი, მესმის თუ დადგა ეს საკითხი, მე უფრო მეტი კონკრეტიკა გვეცოდინება, რა თქმა უნდა და აუცილებლად უნდა დავსვა საკითხი აი ამ კომისიას ეხება, სხვათა შორის დღეს ჰქონდათ ლევან სამუშიას ჰქონდა ბრიფინგი, სადაც ყვებოდა და მე ვისმენდი ამას, სადაც ყვებოდა რომ აი არალეგიტიმური რატომ არის ხო ეს კომისია, თუნდაც იმიტომ რომ არაკონსტიტუციურია, იმიტომ რომ იქ ოპოზიციის წევრები არ არიან, მაგრამ გახსენეს თქვენ რაღაცა კვოტებთან დაკავშირებით იყო საუბარი და აი რაღაც ითვლებით რომ ამ კვოტაში ხართ, ფორმალურად გამოდის რომ თურმე ითვლებით. ასე უყურებს ამას როგორც მივხვდი ქართული ოცნება. ანუ ასეა ეს და თქვენ აი რამე პასუხისმგებლობა გრძნობთ იმასთან დაკავშირებით რომ აი ჯერ კიდევ მაისამდე ფორმალურად ითვლებით რომ ხართ ამ პარლამენტის დეპუტატები. ფორმალურად რომ პარლამენტის დეპუტატები ყოფილიყვნენ ნაცნობძრაობის წევრები ან ლელოს ან სხვა პარტიის წევრები, ფორმალურად ამ კვოტაში ხო ჩაითვლებოდნენ? ხო ჩაითვლებოდნენ, ბუნებრივია. უფრო გაუადვილდებოდათ ასეთი ტიპის გადაწყვეტილების მიღება საგამოძიებო კომისიასთან მიმართებით თუ არ გაუადვილდებოდათ მაგალითად ოცნების წარმომადგენლებს, ხო? ამიტომ იქ კვოტის საკითხი ბუნებრივია, არასერიოზული საკითხია, იმიტომ რომ ჩვენ რომ არ ვიყოთ იმ კვოტასაც, რომელსაც არ ვიყენებთ და ბუნებრივია არ გამოვიყენებთ, აითვისებდა თვითონ ქართული ოცნება და მისი სატელიტი ოპოზიცია. ამიტომ ამ საკითხის რაღაცა ისეთი ტიპის ლეგიტიმაციად გასაღება ამ კომისიის ბუნებრივია, არაბუნებრივია. ამიტომ ამ კომისიის ანტიკონსტიტუციურობა მარტო იმაში კი არ მდგომარეობს, ეკა რომ ოპოზიცია იქ არ არის კომისიაში წარმოდგენილი. კონკრეტულად კონსტიტუციით განსაზღვრულია მათ შორის პარლამენტის რეგლამენტით, რომ კონკრეტული საკითხის გარშემო, ერთი საკითხის გარშემო უნდა შეიქმნას ეს ტიპის კომისია და ამ საკითხის ამოწურვისთანავე უნდა დაიხუროს კომისიის მუშაობა. 2003 წლიდან 12 წლამდე მე თვითონ გამომძიებელი ვიყავი და პროკურორი 2003-12 წლებში დანაშაულებს ვიძიებდი. წარმოუდგენელი რესურსი ჭირდება ერთი საქმის გამოძიებას და ეს არის უბრალოდ პოლიტიკური სანახაობა, რომელსაც უნიჭოდ გვთავაზობენ და ნახევარსიმართლეს მალავენ. ანუ ნახევარსიმართლეს გვეუბნებიან და თავიანთ რეჟიმის მონაწილეებს, მაგალითად გირგვლიანის საქმე არ გაახსენდა და თქვენ ამ სიმართლეს ამხელთ თუ იქ მიხვალთ. დაამატებთ ამ სიმართლეს. უყურეთ, ჩვენ გქონდა ბრიფინგი, ლევან გოგიჩაიშვილს გქონდა ბრიფინგი ამასთან დაკავშირებითაც და ჩვენ ყველა იმ გამოგეტანილ кейსთან დაკავშირებით, რომელშიც დამალავენ მოსამართლეებს, დამალავენ ციხის ჯალათებს, დამალავენ ყოფილ ფეოდალებს, რომლებიც ეხლა მსახურებაში არიან, თვითონ ბიძინა ივანიშვილიც, ყველა ამ ადამიანების სახელები და გვარები გახდება საჯარო. ეს კომისიის მიღმაც შესაძლებელია გაკეთდეს, ამიტომ ამას მაინც და მაინც კომისიას უნდა უკავშირდეთ. გასაგებია, ბოლო კითხვა უნდა დავსვა, ოღონდ ძალიან ცოტა დრო რჩება და აუცილებლად მინდა ამ კითხვაზე ნიკა გვარამიამ დაგიტოვა, სხვათა შორის ეს კითხვა მე ისაც ვაპირებდი, რას აპირებთ მას შემდეგ, რაც უკვე ისინი ჩაგიხსნიან აი ამ მანდატებს და ანუ რას აპირებთ, შემდეგი 12 კაცის მონაცვლეობა იქნებაო დააზუსტა ასე და მაინტერესებს თქვენ როგორ უყურებთ. არ ვიცი, როგორც გადაწყვეტენ, რა კანონმდებლობით ესეა გათვალისწინებული, რომ შემდეგი 12 კაცის მონაცვლეობა. და არც იმას არ ჩახსნით, ანუ ბოლომდე გაყვებით. სიები ჩახსნასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია დაფიქსირებული გვაქვს ახლა. ვიღაცა თუ გვარამიას პარტიაში თავის მე-16 ნომერს არ ენდობოდა, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ესეც შეურაცხყოფას მე ჩემ თანაპარტიელს არ მივაყენებ. არც მე-13 ნომერს, არც მე-14 ნომერს, არც მე-15 ნომერს. ჩვენი პარტია ნდობაზე შენდება. ახლა შეიძლება 50-ზე, მე-60-ზე ვიღაც ისეთი ადამიანი იყოს, ბუნებრივია ყველაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებ, მაგრამ ეხლა შემდეგ 12-თან დაკავშირებით პასუხისმგებლობას თუ არ ვიღებ, ესე იგი ძალიან შემშლია რაღაც. გასაგებია, ანუ შემდეგი 12 დარჩება ფორმალურად და თქვენი სიიდან დარჩება ფორმალურად. მადლობა ბერდია, კითხვები ბევრი დამრჩა და იმედი მაქვს რომ კიდევ მოხვალთ ჩემს გადაცემაში, როცა მოგიწევთ. მადლობა ძალიან დიდი, ბერდია სიჭინავა, პარტია გახარია საქართველოსთვის აღმასრულებელი მდივანი. ჩვენ უნდა გავიდეთ რეკლამაზე და რეკლამის შემდეგ გადაცემის ბოლოს სტუმარი იქნება თინა ხიდაშელი და მასთან გავაგრძელებთ საუბარს.